პოლიტიკური პარტნიორი ალიანსი საქართველოსთვის დანარჩენ ოპოზიციას გარიგებას თავაზობს. თუ ლევან გაჩიჩილაძე, ნოღაიდელის გუნდი და სხვა პარტიები თბილისის მერობის კანდიდატებს ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მოხსნიან, მაშინ ალიანსი მზად არის მათ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დაუთმოს. განცხადება დღეს სოზარ სუბარმა, დავით უსლუფაშვილმა და დავით გამყრალიძემ გააკეთეს. ამ პირობის ამოქმედების შემდეგ ცნობილი ფორმულა ყველას მინუს ნოღაიდელი აქტუალურობას კარგავს, აცხადებენ ალასანიას ალიანსში. ამ შემთხვევაში, როდესაც მე ვლაპარაკობ ალიანსის სახელით, მე მგონი პოზიცია ერთია. ხა, ზოგადად შიგნით ყოველთვის შეიძლება არსებობდეს ასეთი სხვადასხვაობა. მაგალითად, როდესაც უსმენ ინგა გრიგოლიას და როდესაც უსმენ გია ჭანტურიას, ისინი სულ სხვადასხვა რამეს ლაპარაკობენ, ხო? ინგა საუბრობს ხელისუფლების შეცვლაზე და ჭანტურია საუბრობს, რომ ხელისუფლება კარგია, უბრალოდ მას აქვს თავისი ხედვა ქალაქის განვითარების, მაგრამ არიან ერთი გუნდი, ხო? მე კი მგონია, რომ ინგა გრიგოლიას ხედვა დღეს გაცილებით ახლოა ჩემს ხედვასთან, ვიდრე მისი ხედვა ჭანტურიას ხედვასთან. თუ კი ისინიც გამოხმაურებენ ჩვენ წინადადებებს, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია. გამარჯვების ფორმულა ეს არის ერთიანი ფორმულა და სოზარი მოქმედებს ალიანსის მანდატით, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი შეთავაზება არის, რომ ერთი მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, ვინც ამას გაიზიარებს, ჩვენ მზათა ვართ, რომ ვისაუბროთ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატზე და ვისაუბროთ მაჟორიტარულ ოლქებზე. ნოღაიდელი არ არის მერობის კანდიდატი, შესაბამისად იქ არიან, მე როგორც ვიცი, არც მაჟორიტარად აპირებს კენჭისყრას. ჩვენ ვლაპარაკობთ არა ერთიანობაზე, არამედ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაზე, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. სოზარ სუბარი კონსულტაციებს გამართავს არჩევნებში მონაწილე პარტიებთან, პირველ რიგში მათთან, ვინც ასახელებს საკუთარ მერობის კანდიდატურას. იგი შეხვდა ლევან გაჩიჩილაძეს, რომელიც ამ თემაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და იგი შეხვდება კონსერვატორებს და მათთან ექნება საუბარი. გამარჯვების ფორმულა იკვრება იმ თანხმობით, რომელშიც ცენტრალური ადგილი უკავია მერის კანდიდატურას და ეს ირაკლი ალასანიაა. სხვა საკითხებზე ჩვენ ვართ მზად კონსულტაციებისთვის და მსჯელობისთვის. ამასობაში ეს არის თანხმობის ფორმულა და არა ერთიანობის ფორმულა, ამიტომ -1-ები, +1-ები, -7-ები ამ კონტექსტში არ არის რელევანტური. ეს განცხადება ალიანსმა საქართველოსთვის ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელების საგანგებო ბრიფინგის შემდეგ გააკეთა. ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ დღეს სოზარ სუბარს მოსთხოვა დაეკონკრეტებინა ის პარტიების გაერთიანებას ალიანსის სახელით თავაზობს თუ როგორც ინდივიდი. ზურაბ ნოღაიდელის გუნდი მოლაპარაკებებისათვის მზად არის ოღონდ ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ესენია საუბარი ულტიმატუმების გარეშე და ფორმულის ყველას მინუს ნოღაიდელის გაუქმება. მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი სხვა ინიციატივა ერთიანი კანდიდატების შერჩევის წესის შესახებ, მათ შორის ალიანსის საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის ბატონ სოზარ სუბარის წინადადება. თუ კი ეს წინადადება არის ალიანსის ერთიანი და ოფიციალური პოზიცია. თუ გვინდა რომ იყოს შერჩეული ერთიანი კანდიდატები თბილისის მერის, საკრებულოს წევრების პოსტზე თანამდებობაზე თბილისში და ყველგან საქართველოში, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე მსჯელობისთვის. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ერთიანი კანდიდატების შერჩევის წესი, ნებისმიერი წესი, განვიხილოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ულტიმატუმებით, საუბარი ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენს გარეშე გამარჯვება არ არსებობს. დათმობა, შეთანხმება, ულტიმატუმების მიღება, ეს არის გამორიცხული. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ მხარს დაუჭერთ ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს, რასაც აჩვენებს სოციოლოგიური გამოკითხვა და ამ სოციოლოგიურ გამოკითხვებში მონაწილეობა არის შესაძლებელი და ღია ნებისმიერი დაინტერესებული კანდიდატისათვის. ალასანიასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ მრეწველები და ქრისტიან-დემოკრატები. გოგი თოფაძის აზრით, საერთო კანდიდატზე შეჯერება ესუტოპიაა. გიორგი თარგამაძეს კი ხელახლა დაწყებული მოლაპარაკებები ძველ კინოს ახსენებს, სადაც სცენარი და მოქმედი გმირები არ იცვლებიან. ქრისტიან-დემოკრატების განმარტებით მათ კონსულტაციები უკვე დაასრულეს და წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადავიდნენ. ამიტომ არის შეხვედრას ინიციატორებთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ utopიურად რომ გაერთიანდეს დღეს მთელი ოპოზიცია. იმდენად ანტაგონისტური ურთიერთობები ჩამოყალიბდა ზოგიერთი წამყვანი პარტიებს, რომ ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი მოხერხდეს. და თუ მოხერხდება, ამას მივახსენებთ, სიამოვნებით შევერთები ერთიან კანდიდატს. ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე კინო
ვნახოთ, მით უმეტეს ერთ და იგივე მსახიობის მონაწილეობით და სცენარის ავტორობაზე პრეტენზიის მქონე ერთ და იგივე ადამიანების მონაწილეობით. მე იმ პოლიტიკოსებისაგან და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებსაც არა გამარჯვების, არამედ დამარცხების ფორმულები ეკუთვნის მთელი ქართული ოპოზიციისათვის, რაიმე სიახლეს, განსაკუთრებულ ნოუ-ჰაუს და გამარჯვების ფორმულის მოძიებას არ ველე. კონსულტაციების რეჟიმში დაბრუნების შესახებ განცხადებას სოზარ სუბარმა და ლევან გაჩიჩილაძემ გვიან ღამით გააკეთეს. ალიანსის საქართველოსთვის თანათავმჯდომარე და დაიცავი საქართველოს ლიდერი 3 აპრილიდან პოლიტიკურ ძალებს შეხვდებიან და მათ გაერთიანებას კიდევ ერთხელ შესთავაზებენ. ოპოზიციის ეს ნაწილი ფიქრობს, რომ არა საერთო ოპოზიციური კანდიდატი, მაშინ ხელისუფლების დამარცხება გაჭირდება. თავად სუბარმა კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან საკუთარი კანდიდატურა უკვე მოხსნა. გომის შემდეგ გავაგრძელებთ ამ მოლაპარაკებებს თემაზე, როგორ შევთანხმდეთ საერთო ინტერესებისთვის ბრძოლაში. ყველა პარტიასთან გაგრძელდება ეს კონსულტაცია. ყველა იმ პარტიასთან, რომელიც თავს ოპოზიციათვლის და რომელსაც აქვს ინტერესი, რომ დავამარცხოთ სააკაშვილის ხელისუფლება. მე არანაირ პირობას არ ვაყენებ. მე და სოზარი მივდივართ ახლა დიდ შეთანხმებისკენ. რა იქნება ეს შეთანხმება? როცა იქნება, ეგ მაშინ უნდა გაიგოთ.